გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ სტუმრად ჩაგვერთვება ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკალალიაშვილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ 2025 წლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე, გაუწვევ მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში რაც მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ 2025 წლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას და რას ფიქრობთ, რატომ ვერ მოხდა ამ სტრატეგიით გათვალისწინებული, თუნდაც სიკვდილიანობის შემცირება და ეს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, რასაც გვაქვს პრობლემა დღეს? ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ საგზაო შემთხვევების სტატისტიკას და 2025 წლის 6 თვის მონაცემებით შევადარეთ წინა წლის იგივე პერიოდს და აღმოჩნდა, რომ უკვე საკმაოდ საგანგაშო ვითარება 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი, არის 13%-ით გაზრდილი დაზიანებები და 12% თავად საგზაო შემთხვევები. პირველი 3 თვის მონაცემები, როდესაც შევადარეთ წინა წლის იგივე პერიოდს, აქაც მზარდი მაჩვენებელი შეინიშნებოდა, მაგრამ უკვე 20%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალია და მოლოდის გადააჭარბა. აქედან თუ მაგალითად ამ 6 თვეში 216 პირი დაიღუპა საგზაო შემთხვევებში, აქედან 79 არის ფეხით მოსიარულე. ანუ ფაქტიურად მესამედი ქვეითები არიან, რაც ასევე იმის სიგნალია იმისა, რომ რაღაც გასაკეთებელი გვაქვს პროაქტიულად. საგზაო უსაფრთხოება ზოგადად ისეთი სფეროა, რომ ეს არის ზიარი პასუხისმგებლობა, როგორც უწყებების და სახელმწიფოს მთლიანობაში, ასევე საგზაო მოძრაობის მონაწილეების. შესაბამისად, როდესაც ამ საკითხზე არ მიმდინარეობს ესე მიზანმიმართული და თანმიმდევრული მუშაობა, შედეგი არის სახეზე. დადებითიც და უარყოფითიც და ამ შემთხვევაში უარყოფითი. აი თანმიმდევრულზე საუბრობთ და რა მიმართულებით ფერხდება ეს პროცესი ამ შემთხვევაში რას გვაქვს? ჩვენ გვაქვს საგზაო უსაფრთხოების ამ ასამაღლებლად უნდა ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე, სატრანსპორტო უსაფრთხოება, ადამიანის ქცევა, რომელიც ყოველდღიურად ვლინდება ჩვენი მძღოლების და ფეხით მოსიარულეების მიერ. ამიტომ ეს არის კომბინირებული და რასაკვირველია აქ, როდესაც ვხედავთ საკანონმდებლო ჩარჩოში გარკვეული სისუსტეებია და ხარვეზები აღმოსაფრელი, ესეც უნდა იყოს სწრაფად აღმოფხრილი და მინდა ყურადღება გავამახვილო ქულათა სისტემაზე, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში და გარკვეული პერიოდი მან თავისი ეფექტი მოახდინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატრულის მიერ ადმინისტრირება არასაკმარისია ქულათა სისტემის და მძიმე დარღვევები, რომლებიც ფატალურ შედეგებს იწვევს ეს სიჩქარის გადაჭარბება ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია იყოს აღსრულებული კამერების მეშვეობით. ადამიანური რესურსი უბრალოდ ვერ გაწვდება ამდენი დარღვევის აღმოფხვრას და ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება, მაგრამ ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილიც გასათვალისწინებელია და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, რაც ქცევის შეცვლას შეუწყობს ხელს უკეთესობისკენ. დიახ, გაზრდილია სიკვდილიანობა თუ გაზრდილია ასევე შემთხვევათა რაოდენობაც? დიახ, შემთხვევათა რაოდენობა 12%-ით არის გაზრდილი, დაზიანება 13%-ით და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზრდის აქვს დაღუპვას სამწუხაროდ. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ეს თანმიმდევრულად მიყვებიან ამ საკითხს და შედეგიც აქვთ, შესაძლოა საგზაო შემთხვევების რიცხვი არ შემცირდეს, მაგრამ თავარი არის, რომ მძიმე დაზიანება და დაღუპულთა ოდენობა იყოს შემცირებული. ეს არის იდეალური სცენარი, როდესაც შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ამ ადმინისტრაციულ ნაწილში მოხდეს ბუნებრივია საგზაო შემთხვევა, მაგრამ ეს იყოს მცირე დაზიანება ავტომობილის და ადამიანის დაზიანება არ ხდებოდეს. ეს არის თავარი მიზანი იგივე იმ სტრატეგიისა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც იმ ქვეყნებს აქვთ, ვინც საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნავს. დიახ, ხშირ შემთხვევაში რა იყო მიზეზი? სიჩქარის გადაჭარბება ხო ალბათ ერთ-ერთი და კიდევ რა არის თქვათ მოწინავე
შემთხვევით ზოლში გადასვლა და გასწრების წესების დარღვევა, დიახ, სიჩქარის გადაჭარბება და არასწორი მანევრირება მოხვევის დროს. ეს წამყვანი მიზეზებია, თუმცა გარდა ამისა, ბუნებრივია სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგრამ უფრო მძიმე შედეგებით და მეტი დაღუპულობა რამაც გამოიწვია, ეს მიზეზები არის და ეს წლების განმავლობაში ჩვენ ვიცით, რომ სიჩქარის გადაჭარბება არის წამყვანი მიზეზი მძიმე დაზიანებების და სიკვდილობის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა მიზანმიმართულად იმუშაოს თუ რა შეიძლება გაკეთდეს როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან ამის შესამცირებლად, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ციფრები, ამ სტატისტიკის უკან ადამიანები, ოჯახები, მეგობრები დგანან და ეს არის თითოეული ტრაგედია, ოჯახური ტრაგედია, რაც ხდება და ჩვენ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მძიმე ზაფხული არ გავა, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები არ მოხდეს განსაკუთრებით აჭარის რეგიონში და ტურისტულ ზონებში, სადაც მობილობა იზრდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სტრატეგია, რომელიც თქვენ თავიდანვე ახსენეთ, მისი მიზანი არის 25%-ით შემცირდეს მსხვერპლი გზებზე ამ წლის ბოლოსთვის. ეს არის ამ ეტაპზე და ნამდვილად არ ვიცი რამდენად რეალისტური ამის მიღწევა, მაგრამ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ შემცირება დაიწყოს ამ შედეგებმა. ანუ თქვენ ახსენეთ ქულათა სისტემა, ანუ მე მაინტერესებს, ანუ ვერ მუშაობს ქულათა სისტემა და თქვათ ასევე კამერების სისტემა ამ შემთხვევაში არ არის ასე თქვათ ეფექტური საკმარისი. ქულათა სისტემა მოგეხსენებათ საპატრულო პოლიციის მიერ აღსრულება თავად გზებზე ხდება და ის 100 ქულიდან კონკრეტული ქულის ჩამოჭრა დარღვევებზე ხდება მაშინ როცა პატრული დააფიქსირებს დარღვევას და გააჩერებს. კამერებთან არ არის ეს ბმაში. შესაბამისად ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩემი კოლეგები ჩვენთან ერთად მხარს ვუჭერთ მას უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ ამაზე და რაღაცნაირად რჩევას ვაძლევთ სახელმწიფოს რომ იმოქმედოს და სიჩქარის გადაჭარბება იყოს ადმინისტრირებული კამერების მეშვეობით. იმიტომ რომ კამერები რა თქმა უნდა აღასრულებს ამ კანონს, მაგრამ ქულებს არ აჭრის, მხოლოდ ჯარიმას წერს და ჯარიმა არასაკმარისია, რადგან დამრღვევი მძღოლები იხდიან ამ ჯარიმას, არა აქვთ მათ ფინანსური გადახდის პრობლემა, მაგრამ ქულების ჩამოჭრის შემთხვევაში მძღოლს უკვე უნულდება ქულა და მართვის მოწყობა ჩამოერთვება. ეს არის მათთვის წამახალისებელი, თუ შეიძლება ითქვას, იმისა, რომ უკვე აღარ დაარღვიონ და მასტიმულირებელი იმისა, რომ წესები დაიცვან. დიახ, და რაც შეეხება ქვეითებს, რა უნდა გაკეთდეს მათთვის უსაფრთხო ზონების შესაქმნელად და ზოგადად ცნობიერების კუთხით, სად ვართ ჩვენ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით და თუნდაც ქვეითები და თუნდაც მძღოლები, ასე ვთქვათ. სკოლის ზონებში იგულისხმება და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, იქ სადაც ბავშვები გადაადგილდებიან, შეიძლება დამოუკიდებლადაც იყოს დაცული მაქსიმალურად ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს სიჩქარის შემაკავებელ ბორცვებს, რათა სიჩქარის შენელება ხდებოდეს და საფრთხე იკლებდეს, რისკი იკლებდეს ტროტუარები, საგზაო ნიშნები, მინიშნებიან. ეს არ არის ერთი შეხედვით ძალიან მარტივ საკითხზე ვსაუბრობთ, მაგრამ გასაკეთებლად რატომღაც რთული აღმოჩნდა. ამიტომ მნიშვნელოვანი ამაზე ფოკუსირება, რომ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველა ქალაქში იყოს აქცენტი გაკეთებული სკოლის ირგვლივ უსაფრთხო ზონებზე. სადაც სიჩქარის ლიმიტები იქნება გადამოწმებული, აღსრულებული და გარდა ამ ზონებისა, თქვენ ქვეითებზე მკითხეთ, ბუნებრივია ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულებს ჭირდებათ იმისთვის, რომ მათ დაიცვან წესები. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ზებრა გადასასვლელზე არ გადადიან, შეიძლება ახლოს იყოს, მაგრამ იქამდე მისვლაც არ უნდა და ან წითელზე გადადიან. რა თქმა უნდა, ასეთი დარღვევებიც არის, მაგრამ ამას უკვე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ჭირდება. ამიტომ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ცნობიერების ამაღლება, ეს სამი უკვე კომბინაციაში ჩვენ დადებით შედეგს მოგცემს. დიახ, თქვენ საუბრობდით ჰელსინკის მაგალითზე ერთ-ერთ ინტერვიუში, რა საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა შეგვიძლია კიდევ იმისთვის, რომ თქვათ შემცირდეს ეს საგანგაშო სტატისტიკა
ეს უსაფრთხო სისტემა ეს და ესეთი იმ ტიპის ქვეყნებში რომლებიც აქცევენ ყურადღებას საგზაო უსაფრთხოებას ძალიან გავრცელებული, იმიტომ ყველა ქვეყანას უნდა გაანულოს დაღუპულთა და მძიმედ დაზიანებულთა ოდენობა, რა თქმა უნდა, ეს არის თავარი მიზანი ყველა ქვეყნისთვის, უბრალოდ როგორ ვაკეთებთ, როგორ მივდივართ ჩვენ ამ მიზნისკენ, ამას აქვს მნიშვნელობა. და ჩვენ ბუნებრივია ერთ-ერთი ესე ვერ შევადარებთ ჰელსინკს, თბილისს და ერთ-ერთ ქალაქს ახლა ესე იდენტურად ცოტა გართულდება თავისი ეკონომიკით, თავისი მენტალიტეტით, რესურსებით, ლანდშაფტით, ხო, რასაკვირველია არა, მაგრამ ის რომ ეს მიაღწია უკვე ჰელსინკმა ნიშნავს იმას, რომ თურმე შესაძლებელია თუ ჩვენ უსაფრთხო სისტემის დანერგვას დავიწყებთ. მინიმუმ ბუნებრივია მან მათ ერთ დღეში ეს ვერ მოახერხეს, ამას წლები დასჭირდა და ერთ დღეს დაამტკიცეს, რომ დიახ, ეს შესაძლებელია. ამიტომ თუ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით იმუშავებს სახელმწიფო და საზოგადოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის კანონები და წესები, რომელსაც გვთავაზობს სახელმწიფო ან ცნობიერების კამპანიას ეს უნდა იყოს საზოგადოებასთან შეკავშირებული, შეთანხმებული იმ ნაწილში, რომ პროტესტი კი არ გაუჩნდეს მოქალაქეს, არამედ მან შეიგნოს, ცნობიერება აუმაღლდეს და იცოდეს, რომ ეს არის მისი უსაფრთხოებისთვის და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ჯარიმა გადაიხადოს ან სისტემას მოატყუოს. შესაბამისად, ეს უნდა იყოს რაღაცნაირად სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და საკითხების განხორციელება. იმიტომ რომ მერწმუნედ არ არის მარტივი ახალი კანონების შემოღება, ჩვენ ვიცით გამოცდილება გვაქვს, რომ ყოველთვის უფრთხის სახელმწიფო ისეთი კანონის შეთავაზებას, რომელიც გარკვეულ ტვირთს დააკისრებს მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არჩევნებია და ვიცით, რომ კაცრი კანონები ზოგჯერ შეიძლება ცოტა თავშეკავებულად, ასე რომ ვთქვათ, იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ამიტომ არის სწორი კომუნიკაცია ხალხთან საჭირო, რომ ყველა ორივე მხარე იყოს დარწმუნებული, რომ ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კეთდება. დიახ და საინტერესო ანუ სტატისტიკის მიხედვით სად არის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგიონებში არის უფრო მეტი პრობლემა თუ თბილისში აჭარა ახსენეთ წეღან აი ამის გარდა ყველაზე მეტად სად გვაქვს პრობლემური მთლიანობაში პრობლემა არის მთლიანად ქვეყნის მასშტაბით აქ რეგიონებს ვერ შევადარებთ იმიტომ რომ ტრანსპორტის რაოდენობა ბუნებრივია თბილისში მეტია და მობილობა მეტია თუმცა იმერეთის რეგიონში ასევე ფიქსირდება საკმაოდ მაღალი მაგისტრალებზე რა მდგომარეობა განსაკუთრებით მაღალია შემთხვევები მობილობა როდესაც იწყება ამ ზაფხულის პერიოდში და ამ ტურისტულ პერიოდში და გადაადგილებასთან ერთად მგზავრობებთან ერთად რასაკვირველია ეს რაც შეეხება აჭარა ვახსენეთ იმიტომ რომ შემოვლით გზაზე თქვენ გახსოვთ ადრე ქუთაისის შემოვლით გზაზე იყო ეს დიდი პრობლემა და ბევრი საგზაოში მძიმე შემთხვევები ხდებოდა და შემდეგ მეორე გზის გახსნისას შემდეგ უკვე ეს შემცირდა იმიტომ რომ ასეთი დატვირთული მოძრაობა ის აღარ არის საკმარისი ცალმხრივი გზა შესაბამისად გადასწრების და იმ დარღვევების რიცხვი შემცირდა რომელიც თქვათ იქამდე იყო სანამ მეორე გზა გაიხსნებოდა და იგივე რეკომენდაცია არის ბუნებრივია მკობულეთის შემოვლით გზაზე რომ ცენტრალურ მაგისტრალებს რაც შეეხება აქ რომ ცალმხრივი გზა არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი ასეთ დროს. ცენტრალურ მაგისტრალებზე შეიძლება იყოს სხვა პრობლემა, მაგალითად სამარშრუტო ტაქსების ანუ იმ სატრანსპორტო საშუალებების რომლების რეგულაცია ჯერ არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ თბილისიდან ბათუმში შეიძლება ჩავიდეს ერთ დღეში მძღოლი და ისევ დაბრუნდეს უკან და არ არის დაცული მუშაობის და დასვენების პერიოდი. ამიტომ აი ამ ტიპის დარღვევების გამო საგზაო შემთხვევაში ან თქვა თუ ეტევა 14 მგზავრი ან 12 მგზავრი კიდე ჩადგმული იყოს დამატებით რაღაც სკამები ოღონდ ისე რომ აბსოლუტურად დაუცველია წესები. ბევრი პრობლემაა ჩვენ ალბათ ერთი გადაცემა არ გვეყოფ ამაზე სასაუბროთ საფუძვლიანად, მაგრამ იმდენად ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობ, ზუსტად ეს ნაწილია გასათვალისწინებელი და რეგულაციები, რაც სწორედ ზედამხედველობას გაუწევს ამ გზავრთა გადაყვანას მაგისტრალებზე.
კი ბატონო და სტრატეგიაზე ვსაუბრობდით და თქვენ ახსენეთ რომ 2025 წლის ბოლომდე არარეალურად მიგაჩნიათ ამ მიზნის მიღწევა რეალურად რა დროში წარმოგიდგენიათ თქვენ აი ამ სტრატეგიის მიზნის მიღწევა ეს არის გრძელვადიანი ჩვენ ყველა თანხმდებით იმაზე რომ საგზა უსაფრთხოება არ მიიღწევა ერთ დღეში ეს უნდა იყოს რაღაც თანმდევი იმ თლიანად სახელმწიფოს პრიორიტეტების ნუსხაში უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან რომ ვიცით ჩვენ ტრანსპორტი იმატებს მძღოლების ოდენობა იმატებს ზოგადად მობილობა ქვეყანაში იმატებს და ამის თანმდევი უსაფრთხოება უნდა იყოს ეს არის აქსიომა ეს ყველა ქვეყანაში ასეა ვინც ამ საკითხზე ზრუნავს მაგალითად როდესაც გზა კეთდება კონკრეტული ლოკალური მსოფლიო ბანკის სტანდარტია ხო ის თანხარას რის ინვესტირებაც ხდება ინფრასტრუქტურაში მისი 10% იხარჯება უსაფრთხოებაში შესაბამისად უსაფრთხოება არის განუყოფელი ნაწილი იმ ცვლილებებისა და პროგრესისა როდესაც ანუ გზის მშენებლობა ხდება გნებავთ ქალაქში და გნებავთ ქალაქარეთ ესა გაეროს მსოფლიო მოძრაობა გაეროს წამოწყება რომლის მიზანია 20-30 წლისთვის შემცირდეს 50%-ით დაღუპულთა ოდენობა ეს ნიშნავს იმას რომ ანუ 20-20-დან 20-30-მდე შემცირდეს 50%-ით ანუ 5 წელიწადში 25% ეს არის მიზანი. შემდეგ 5 წელიწადში კვლავ 25. მე რა თქმა უნდა ვერ გეტყვით გააჩნია თუ სახელმწიფომ ფინანსური და ადამიანური რესურსი ამას მიუძღვნა ეს უკვე აბსოლუტურად დასანახი იქნება ყოველი წლის ბოლოს. თუ ეს საკითხი არ იქნება პრიორიტეტულთა სიაში თავისთავად ეს მოსალოდნელია რომ გაიზარდოს ლეტალობა. კი ბატონო, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ეკალალიაშვილი ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს ეთერში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით.